ნევროლოგი ნინო გორგაძე. ქალბატონ ნინო, მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მსმენელს. მადლობა, რომ ამ აქტუალური თემით შემოგვერთით. მშობლები ძალიან ხშირად გვწერენ, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვაა და კომპეტენტურ პასუხებსაც გაგვცემთ, თუმცა მოდით დავიწყოთ უპირველეს ყოვლისა იმით საუბარი, თუ რამდენად ხშირად გვხდება ბავშვებში კუჭნაწლავის დაავადებები. მოგახსენებათ, რომ კუჭნაწლავის დაავადებები საკმაოდ ხშირად ხდება ბავშვებში. ეს იწყება ჩვილობის ასაკიდან. ჩვილობის ასაკში განსაკუთრებით ხდება ეს კოლიკა, მეტეორიზმი, ანუ გაზები, რაც ბავშვებში მუცლის ტკივილს და დისკომფორტს, ჭირველობას და ტირილს იწვევს, ხო? ამით შეშფოთებული მშობლები ხშირად მოგმართავენ, თუმცა მინდა დავამშვიდობ, ეს არ არის რამე სერიოზული ორგანული დარღვევა, ეს არის დროებითი და ეს განპირობებულია კუჭნაწლავის ფუნქციური უმწიფრობით, ანუ იმის გამო, რომ ჯერჯერობით სრულყოფილად არ არის ჩამოყალიბებული ბავშვის როგორც ნერვული სისტემა, ასევე კუჭნაწლავის სისტემა და 60 თვემდე ეს პრობლემები თავისთავად მოგვარდება. შემდგომ ასაკში უფრო ხდება ისეთი დაავადებები, როგორიც არის დიარეა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი. თვითონ მათგანზე მოკლედ შევაჩერებს ყურადღებას. დიარეა ეს დაავადება, როდესაც სხვადასხვა გამომწვევი აქვს, შეიძლება ძირითადად ვირუსული ეტიოლოგიის არის, ვირუსები იწვევენ, შემდეგ ბაქტერიული ინფექციები, საკვები ინტოქსიკაციები, შეიძლება პარაზიტებით იყოს გამოწვეული. რაც შეეხება შემდეგ ეს ყაბზობა არსებობს ფუნქციური და ორგანული. ფუნქციური, როდესაც არ არის რაიმე ორგანოების დაზიანებით დაავადებით გამოწვეული. ანუ ძირითადად მისი გამომწვევი ფაქტორი ეს არის არასწორი ყვება. ხშირად ხდება ეს, როდესაც ბავშვებს ვცდილობთ, რომ გადავაჩვიოთ პამპერს და ამ დროს ბავშვები ახალ გარემოს ვერ ეგუებიან და ასე ვთქვათ, პამპერს ვერ ეჩვევიან და ხშირად ხდება შეკავება და ეს შეკავება ყაბზობას განაპირობებს. შემდეგი რაც არის ძალიან ხშირი ბავშვებში, ეს არის მუცლის ტკივილი. მუცლის ტკივილი როგორც სიმპტომი შეიძლება იგივე თან ახდეს როგორც დიარეას, ასევე შეკრულობას. ამიტომ ძირითადი მიზეზი უნდა დავადგინოთ მუცლის ტკივილის დროს. რაც შეეხება შემდეგ თავარი რაც არის, რომ თუნდაც როდესაც გვაქვს დიარეა, ჩვენ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მივცეთ დიდი რაოდენობით სითხე, წყალი, ელექტროლიტები. თუ ახლავს ღებინება, თუ არის ბავშვი მივარდნილი, თან არის სისხლიანი განავალი, თან ახლავს ტემპერატურა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიმართოთ პედიატრს. ასევე ყაბზობის დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის კვება, ბოჭკოვანი საკვები, უჯრედის შემცველი საკვებით უნდა დავტვირთოთ, სითხეებით დიდი რაოდენობით და ნენელა ეს პრობლემა არ არის ადვილად მოსაგვარებელი, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას. დიახ, და აი მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მკურნალობა არაერთგვაროვანია და აი, როდესაც ანტიბიოტიკებზეა საუბარი, რამდენად მისაღებია კუჭნაწლავის პრობლემების და დაავადებების დროს, ახლა ფართო სპექტრია, ხო? მაგრამ ანტიბიოტიკების მიღება და მიზანშეწონილია თუ არა საერთოდ. როდესაც თუნდაც უკვე აი დავშვათ არის კუჭნაწლავის ენტეროვირუსი და უკვე გართულებული ფორმა. მოგახსენებთ, ესე იგი, კუჭნაწლავის მithumetes ვირუსული ეტიოლოგიის დიარეას არ ჭირდება ანტიბიოტიკი, პირიქით გაუარესებს მდგომარეობას. ერთადერთი გამონაკლისი კუჭნაწლავის ინფექციების დროს ეს არის, როდესაც ბაქტერიული ინფექციით არის განპირობებული და გვაქვს სისხლიანი განავალი, ტემპერატურა, გაკეთებული გვაქვს სისხლის საერთოდაც რეაქტიული ცილა და შესაბამისი ცვლილებები გვაქვს. ტარდება განავლის ანალიზი და თუ ეს დადასტურდა, რომ არის ბაქტერიით განპირობებული, რა თქმა უნდა, ინიშნება ანტიბიოტიკი და ერთი დაავადება კიდევ, როდესაც ინიშნება ჰელიკობაქტერია, რომელიც გასტრიტს და კუჭის პრობლემას იწვევს, ასე კუჭის არეში ტკივილს, ჰელიკობაქტერია პილორის დადასტურების შემთხვევაში, რომელიც კეთდება როგორც განავალში, ასევე სისხლით, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკი ჭირდება. დანარჩენ შემთხვევაში სითხეები და ნორმალური ბალანსირებული კვება. დიახ, და აი ჩვილების ხელოვნური კვების შემთხვევაში რა არის გასათვალისწინებელი კუჭნაწლავის პრობლემების პრევენციისთვის? ბატონო, როდესაც ჩვილები გარკვეული მიზეზის გამო არიან დამატებით საკვებზე, ძიან ნარევზე, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ იგი გამდიდრებულია სხვადასხვა მიკროელემენტებით, სხვადასხვა ნივთიერებებით, რომლებიც რთულად არის
მოსანელებელი, ამიტომ ინტერვალი აუცილებელია დავიცვათ 3 საათი თავდაპირველად, შემდეგ უფრო 3 საათნახევარი 4 საათი იმის გამო რომ ბავშვმა მოასწროს ამ საკვების გადამუშავება, რომ თუ ჩვენ მალე მივცემთ საკვებს დაახლოებით 2 საათში, ბავშვი ვერ მოასწრებს საკვების გადამუშავებას და რა თქმა უნდა ექნება მეტეორიზმი შეკრულობა და მუცლის ტკივილი. კი ბატონო, და აი მოზარდობის ასაკში კუჭნაწლავის პრობლემა რამდენად უკავშირდება არაჯანსაღკვებას? კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია არაჯანსაღკვება კუჭნაწლავის პრობლემებთან, ხო? თვითონ არაჯანსაღი კვება, გარდა იმისა, რომ იწვევს ბავშვის ნორმალურ დაგანვითარების დარღვევებს, ასევე შეიძლება კუჭნაწლავის პრობლემები, როგორც მუცლის ტკივილი, დიარეა ან პირიქით შეკრულობა გამოიწვიოს. კი ბატონო, და რა შეეხება ზოგადად უმადობას? აი ამ შემთხვევაში, როდესაც თავს იჩენს კუჭნაწლავის პრობლემები, დამახასიათებელია თუ არა უმადობა და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა ისევ ჩვეულ რიტმში მიიღოს საკვები? რა თქმა უნდა, კუჭნაწლავის პრობლემები პირდაპირ კავშირში არის უმადობასთან. უმადობის განმაპირობებელი ფაქტორები შეიძლება დავყოთ ორგვარად, ხო, რომელიც არის თვითონ კუჭნაწლავის დაავადებით გამოწვეული, ეს უმადობა შეიძლება განპირობებული იყოს მუცლის ტკივილით, იგივე ჰელიკობაქტერიით განპირობებული, ყაფსობით განპირობებული. ხშირად არის ხოლმე, რომ ბავშვები ინფექციის გადატანის შემდეგ საკვებზე უარს ამბობენ და გარკვეული დროის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს უმადობის პრობლემა მოგვარდება. ასევე არის ფუნქციური, როდესაც უმადობა არ არის დაკავშირებული რაიმე ორგანოს დაზიანებასთან და ეს ხშირად ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ბავშვი არის სტრესის ქვეშ, ხო? არის ძალიან გადაღლილი, როდესაც უმადობის ერთ-ერთი მიზეზი სხვადასხვის არის, როდესაც მშობლები ბავშვებს აძალებენ გარკვეულ საკვებს, რომ ერთი ლუკმა მაინც შეჭამე, ან თუნდაც ცდილობენ, რომ არ ჭამს ბავშვი, ხშირად გაგვიგია და რა ვქნა, ტკბილი მაინც უნდა მივცე, ხო? ეს პირიქით ბავშვს ტკბილს მივცევთ, რა თქმა უნდა, იგი დანაყდება და შემდეგი კვებას აუცილებლად გამოტოვებს. ამიტომ მაქსიმალურად თავი რომ ავიცილოთ უმადობისგან, უნდა დავიცვათ ეს კვებითი რეჟიმი. კვებითი რეჟიმი უნდა იყოს და ესეთი იგივე დროს უნდა ვკვებოთ ბავშვი, დღეში 3-4 ჯერ, ხო, უნდა იყოს მრავალფეროვანი საკვები. ეს მრავალფეროვანი საკვები მოიცავს იმას, რომ იყოს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლებით, ხაჭო, თევზი, ხორცი, ყველა ესეთი საკვები პროდუქტები თუ უნდა იყოს მდიდარი, აუცილებლად როგორც ვთქვით, რეჟიმი უნდა დავიცვათ და აი წახემსებები წახემსებას რომ ვეძახით ამ დროს ვაძლევთ ბავშვს ტკბილოს, მაქსიმალურად უნდა გამოვიცხოთ ტკბილეული გაზიანი სასმელების მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ უმადობის პრობლემა. დიახ, და აი ქალბატონო ნინო, პატარა ასაკში უფრო ადვილია დავუშვათ მართვა ამ პროცესის, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი დავუშვათ არის, ჩვილი ბავშვი სულ რა თქმა უნდა დედასთან ერთად არის, შემდეგ უკვე ბაღის ასაკის ბავშვი ბაღშია, შემდეგ ისევ მშობელთან, თუმცა დგება ის ასაკი, როდესაც დღის განმავლობაში დავუშვათ ბავშვებს აქვთ თავიანთი გრაფიკი, გვიან ბრუნდებიან სახლში და ვერ ვაკონტროლებთ მათ კვებას. აი ამ შემთხვევაში და ძალიან რთულია იქიდან გამომდინარე, თუნდაც ხშირად ამ დროს ბავშვები fast food-საც ეგრეთ წოდებულს მიირთმევენ და რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები იჩენს თავს. ამ შემთხვევაში გამოსავალი როგორ მოვძებნოთ, რა გავაკეთოთ და როგორი რაციონი, რა გრაფიკით შევთავაზოთ დავუშვათ ჩვენ ბავშვებს? კი ბატონო, მინდა თქვა ის, რომ თუ ბავშვის პრობლემები, რომელიც სკოლის ასაკში იწყება, ძირითადად დაწყებული არის ხოლმე ბაღის პერიოდში, ანუ ბაღის პერიოდში, როდესაც ბავშვი დაყავთ ბაღში, ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ არ იღებს საკვებს, ამიტომ ვაძლევთ ტკბილს. ამიტომ ბაღის პერიოდში თუ კვებითი რეჟიმი დაირღვევა, სკოლის პერიოდში ისევ აუცილებლად გაგრძელდება, ხო? ბავშვები, რომლებიც მოწესრიგებულად, რეჟიმულად იკვებებიან, სკოლის პერიოდშიც ნაკლებად ხდება ამ რეჟიმის დარღვევა, ამაში რა თქმა უნდა მშობლებმა უნდა შეუწყონ ხელი. ხშირად ბევრ სკოლაში არის კვება, შესვენებებს შორის კვება. თუ ეს კვება არ არის, მაშინ მშობელმა უნდა იზრუნოს ამაზე, შეიძლება გარკვეული საკვების ხილის, ესეთი თუნდაც სახლში მომზადებული საკვები ფასტფუდების გატანება და იქ სახლში მომზადებული აუცილებლად და ბავშვი დასვენებებს შორის იკვებება. თუმცა თუ ესეც ვერ მოხერხდა და ანუ
შეუძლებელია ბავშვი ვერ არ ჭამს სკოლაში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში, როდესაც სახლში არის, უნდა მაქსიმალურად ხილით, ბოსტნეულით და ხორცის და ხორცის პროდუქტებით უნდა დავტვირთოთ. კი ბატონო და კი ბატონო და აი როდესაც ხდება პირველი პუბერტატიული პერიოდი და რა თქმა უნდა მოზარდის ორგანიზმის ბიორიტმი იცვლება, ამ დროს რა არის ის ძირითადი საკვები, რომელიც უნდა მიიღოს მოზარდმა ორგანიზმმა? ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით პუბერტატულ პერიოდში, ჯანსაღი, ბალანსირებული კვება, როგორც თქვის, ეს კვება არის, უნდა მოიცავდეს რძერძის პროდუქტებს, თევზი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი აუცილებლად, ეს მრავალფეროვანი საკვები მის ნორმალურ განვითარებას, მის გონებრივ ნორმალურ განვითარებას და კარგ იმუნიტეტს განაპირობებს და აუცილებელი არის პუბერტატულ პერიოდში ასევე გარეთ ჰაერზე სეირნობა და ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც კვების რეჟიმის დროს ეს ფიზიკური აქტივობა ბავშვები რომლებიცაც არ აქვთ ფიზიკური აქტივობა რა თქმა უნდა ისი მათ უმადობაც აწუხებთ და უმადობასთან შემდგომი დაკავშირებული პრობლემები. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ასეთი მნიშვნელოვანი საინტერესო საუბრისთვის დროებით გემშვიდობებით ეს იყო გადაცემა ჯანმრთელი დილა ჩვენი სტუმარი იყო პედიატრი ნეონატოლოგი ნინო გორგაძე. მადლობა.